დედაო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ გვიმასპინძლეთ ასეთ დღეს, იმიტომ რომ ხვალ უკვე ბრწყინვალე აღდგომა არის და რომ მოიცალეთ ჩვენთვის. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენი ხართ მონასტერში? მონასტერში სულ ვართ 22. ყველა სახელი გახსოვთ? სი. მართლა. რამდენიმე სიმაიც გითხარით? ყველას გესწრით ახლა. დედა ქრისტონიმფი, მარიამი, ევგენია, ანასტასია, ანატოლე, ანტონია, მელანია, თეოდორა, ქეთევანი, ზოილე, სეფორა, ვერონიკა, ნატალია, შუშანიკი, კრისკენტია, ცეცილია. და ბოლოს თამარი. რამდენი უცნაური სახელი არ გამიგიარა დროს. ოღონდ მონაზები. აი ეს ჩამოთვალეთ რაღაცა რა პრინციპით ჩამოთვალეთ ხო? ირაკის მიხედვით. როგორ მოემზადეთ ხვალისთვის? აი გავიარეთ ხო რამდენი დღე, მძიმე დღეები ქრისტიანულ მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ხო? როგორ გაიარეთ, როგორ ემზადებოდით თქვენ და თქვენთან ერთად მრევლი როგორ მოამზადეთ, როგორ ხდება ხოლმე? ძირითადი სამზადისი იწყება უკვე პირველი ფარისევლთა მეზორის კვირაგიდან დაწყებული. პირველი სამზადისი ეს არის, რომ დაუშვათ უფრო მეტი დრო ეთმობა ლოცვებს, განსხვავებული საკითხავები არის, უფრო ღვთის ხსოვნა მეტად არის, იმიტომ რომ ყოველწუთი ისეთ საკითხავებია, რომ ის გზა უნდა გაავიაროთ თითქოს, რაც უფალმა გაიარა, ხო? ყველა მარხვა და ყველა დღე, რა თქმა უნდა, ღვთისთვის არის მიწვნილი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ეს თვითონ აღდგომა არის განსაკუთრებული და რაც განუმეორებელი და ძალიან დიადი დღესასწაული და ამიტომ შესაბამისად წინა პერიოდის ცეთი აქვს. აი დილა როცა იწყება, ხო, ნუ ლოცვით თქვენ დილით ადრე დგებით და რთულია სამონასტრო ცხოვრება, ხო? ვინ რაზე ხართ პასუხისმგებელი? აი თქვენ რაზე ხართ პასუხისმგებელი მონასტერში, რა გააკეთეთ მიმდინარე კვირას? ჩვენთან არის მორჩილებები ყოველკვირეული და მე პირადად ვარ მე დავიცნე. დედაო, არტოს რა დანიშნულება აქვს, ნუ განსაკუთრებით სააღდგომოდ? სახარებაში არის, რომ მაცხოვარი მე ვარ პური ცხოველიო. და არტოსი არის სიმბოლურად ის პური, რომელიც მაცხოვარმა გატეხა მოსწავლე-მოწაფეებთან აღდგომის შემდეგ. ხო. და სიმბოლურად აღდგომის ღამეს ეკურთხება არტოსი, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში დაბრძანებული არის საკურთხევლის წინ და ახალ კვირას ხდება მისი გატეხვა, ესეც სიმბოლურად აღნიშნავს. ამ დატვირთვა აქ როგორ არტოსი, არა, ეს მორთვას არავით არ დატვირთვა. უბრალოდ თქვენ ასე მოგინდათ, ასე მოხდება. შეიძლება და სხვანაირადაც ყოფილდება. და შემდეგ ეს მრევლზე ნაწილდება. კი, ოღონდ ეს მარტო ჩვენთვის არ კეთება, ჩვენ მთელი ეპარქიისთვის ვაკეთებთ. რამდენიმე ცხვება ერთდროულად. დაახლოებით რამდენს გამოაცხობთ აი ამ აღდგომისთვის? მთელი ეპარქიისთვის ალბათ 40-50-მდე გაცვლა. მართლა? ბევრი ტაძარი არის კი ჩვენთან. ნაჭერი დაახვედრენი. აი ეს სტელოდა. ეს უკვე გამოცხვა და გამოცხვა ხო? აი აქ ხო? აი ესე აპერქავებს. რითი გამოაცხოთ ეს როგორ არის? ამაში არის ცომი? არა, მარტო პური არის, მარტო ცომი არის, ფქვილი, მარილი და წყალი. საფუარი რა თქმა უნდა. კიდე აქ რა ცხვება ამის გარდა? ამის გარდა საფისკვერი. საფისკვერს ცხვება მთელი ეპარქიისთვის. ესე იგი ერთდროულად გამოაცხობთ თქვენ ახლა რამდენი ცხვება? 1 2 3 4 5 6 ცხვება ახლა და მე კიდე 15 რამხოს და მე აქაც ნახეთ რა ამბავია ხალხმა შემოიღო.
სეფისკვერი არის ორნაირი, ღვთისმშობლის გამოსახულებით და ჯვრის. წირვაში გამოიყენებოდა 5 სეფისკვერი. 4 არის ჯვარი და 1 არის ღვთისმშობლის გამოსახულები. ესე იგი, აუცილებელია ეს პური, ანუ ეს მარტო აღდგომას. ეს წელიწადში ერთხელ ცხება, არტოს ცხება წელიწადში ერთხელ და ერთი კვირა არის ტაძარში დაბრძანებული და ახალ კვირას, თომას კვირას ხდება მისი განაწილება მრევლზე. ამას ინახავენ მთელი წელი ინახავენ ზოგჯერ ოჯახში და როცა პატარ-პატარა შემთხვევაში რაღაცა პატარ-პატარა ნაწილებათა შენახული აქვს და მე როცა საჭირო არის მაშინ ჭამენ. აღდგომის პური, მაცხოვრის პური, ის რაც მაცხოვრი წამალივით არის ეს. კურთხევა, უნდა შეინახო ეს პატარ-პატარა, უნდა შეინახო და ის როდესაც აი უძლურების დროს შეგიძლია მიისცე, თქვა, ვინც უძლურებაშია და ამიტომ წამალივით არის. დედავ ერთი რაღაც უნდა ვიკითხო. როდესაც აი ამ საქმეს აკეთებთ. სულ ლოცულობ, განსაკუთრებით ემზადებით თქვენ. თუ აი რა არის გაქვთ რამე ცალკე რაღაც რიტუალი, რომელსაც ასე ლამაზად აცხობს ხელი. მე ჩვენ რო შემოვედით, აქ ეს რიტუალი მიმდინარეობს. მართლა მე არ ნახე. უსმენდით, სახარებას უსმენდა და ეს ძალიან ეს უფრო განწყობა არის და უფრო სათუდად და უფრო სასოებით ეპყრობი მე ამას. რამდენად გამომივიდა. რაღაცა რიტუალი კი არის. თუნდაც მონაზონი იყო და თუნდაც ერის ადამიანი იყო. ჩვენი წინაპრები ისე ზრდიდნენ შვილებს, რომ იმას არ ჭირდებოდათ რაღაცა განსაკუთრებული რიტუალი. მიდიოდნენ, ლოცულობდნენ, სადილზე დაჭირდებოდნენ, ჯერ ილოცებდნენ, მერე ადგებოდნენ, თავისთავად იყო ის მადლიერება გვერდის. აი რა თქვა, არ ვიცი ახლა. თქვით ქუთაისურად გავიგებთ ჩვენ. ქუთაისურადაც რა თქვა, ხო? ესე იგი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს როგორც ჰაერი ყველაფერში არის. სიცხე ყველაფერში. კი. მადლი უნდა იყოს ეგრე, ხო ალბათ? ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი, რომ ვიცხოვროთ ქრისტეს ცნებებით. ახლა ტრაფარეტურად არ მინდა რომ ვთქვა. ქრისტეს ცნებები რა არის? ქრისტეს ცნებები არის, რომ თუ იმას ვერ შევძლებთ, რომ ერთმა ყაში გაგვარტყავ, მეორე მიუშვიროთ. ის მაინც გავაკეთოთ, რომ ჩვენ სამაგირო არ გავაკეთოთ. აჰა. ესეც დიდი ამბავია უკვე სამწუხაროდ. შვენიე. მე დაგვეწო ამასობა. ტრაფარეტის გარეშე ვამბობ და ჩვენი მოძღვრის. აი იქ რა მოხდა ამასობაში? ხო არ დაგვეწო ამასობაში. სანამ ნანამ რაღაცეები იკითხა. არა, ძალიან კარგი გამომივიდა. ნახე, თანამ ნანა მიკითხაო. აი, ესეც მოვიდა, ესეც დაბრაწული რო. ქვევიდან არა ცოტა ხანი მასალე. პირდაპირ შედეთ ახლა ქვაბის გარეშე, გადმოვადგინოთ. და ესეც აკეთებთ ხოლმე, ხო, როდესაც ქვევით არ გამოიწება? აჰა. ზევით გადაიბრაწებთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიშვით საცხობში და გადაგვაღებინეთ. აი ახლა ჩვენ გადავიღეთ საცხობი. ამდენ სტუმარს ელოდებით აღდგომას ხვალ? ესეც რა წინასწარ ვერ სასურავთ ხოლმე ჩვენ. ხან შეიძლება, ну, მოვიდეს 10-15, ხან შეიძლება 20-30 ადამიანი ვერ გაიგებ ახლა. ჩვენ და ძალიან უხარეთ მონასტერს საერთოდ წირვაზე დასწრება მით უმეტეს აღდგომის დღესასწაულს. ტაძარი პატარა ის თუ ნახეთ ახლა, ხო ნახეთ ტაძარი და რომ იციან რომ ცოტა ისეთი ტევადობა დედები რომ არ შევავიწროთო ყოფილა შემთხვევა რომ მოვლენ აქ მაგალითად ჩვენთან უნდა სწავლენ სიონში დაესწრებით დიდი ფართიას და მე ტრაპეზა შემოვლია. კვერცხები ვინ მოხარშა პარასკევს ვინ შეღება? ხან ნუ შეღებეთ? მე ხება ხოლმე დედებსაც ვიას დავავალ ამჯერად დავავალე მეც დავეხმარე და ერთად ჩავაწყე. მაგრამ იმან დედა შეღება. უფალო შეგვიწყალენ. ამინ. ესე იგი შემიძლია მოსვლა დედაო. კვერცხზე ბავშვ? კი, მოგზავნეთ. აი ნახეთ რა ლამაზფერები. რა კარგარ სცენას მოუსწარ. აი ნახეთ. ლამაზფერი არის. ხო როგორი წითელი, აბა მე აქეთ დამიდეთ ეს. ასხობს ამოვიღოთ მე დავიწყოთ ხო ერთი წუთით. მეც რო ამოვიღო? კი ბატონო. ეს რამდენი ხანი ხარშეთ დედაო თქვენ? ადუღებიდან 15-20 წუთი მაინც რომ კარგად შეიძლება და ენდრო და ხახვის ფოთოლია ერთად.
აი, რა მაინტერესებს, რამდენი დღე ინახავთ მე ამ სააღდგომო წითელ კვერცხს? დიდხანს არ ინახებ, იმიტომ რომ მომხმარებელი ხავს საკმაოდ. არა, ხო. აი, ხშირად ხებავთ ხოლმე. საერთოდ ესე იგი კვირაცხოვლობამდე ხებავთ ხოლმე ახალ კვერცხს. ახალ კვერცხს ღებავთ მუდმივად? ეგ არ ვიცოდი. მაგალითად ძალიან ხშირად გამიგია ბავშვობაშიც, რომ აი დიდი ხანი თუ შეინახაო, შიგნითო ქარვასავით დარჩება. აი, მასე მაგ შენახულია, მაგ 4 კვერცხი. ერთი ალბათ 1-5 წლის წინანდელი. აი ეს ახლა არის ხახვის ფურცელი. დიახ, ენდრო და ხახვის ფურცელი. და როგორი წითელია, ნახე. აი წითელი ხახვის ფურცელი უნდა ჩაიყარო. წითელი ორივენაი. იმასაც თავისი ის აქვს. დედაო, რა მაინტერესებს ჩვენ ერში, ხა ჩემთან სახლში და ყველგან ასე გამიგია, კვერცხს რომ მოხარშავენ და რო გაშრება და გაცივდება, მე პრიალებისთვის ზეც უსმევენ. თქვენც შვებით ესე? ლამაზი არის ხომ გაპრიალებული შენიერი ეს. ხო. ხო ამას გადავრიოს ხომ მე. ნამდვილი წითელი. წყალს გადაავლეთ ახლა ამას. აი კიდე ერთი სალი ვიყო. ამოვიღე ფოთლი ამას. იპოვე, გოზა, კარგად მოვიდა და იპოვე კი. განაირია ნახე. 30 იყო ჩადე და დავცვალოთ და მაგით მე ტულად რა ვეძებოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 მე 20 ცალი უნდა ვჭამო ნანა შენ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ეს 14 16 და 20. მეტი აღარ გინდა აქვე დავითვლი. აი და ისა 20. ხო, 10 ცალია. 30 ცალია. არა, 1 ცალი არის. არის კადედაო აბა ვინ იპოვის. შეიძლება სწორად 1 ცალი ვერ ჩაცვალე ეს შეიძლება ვერ ჩაცვალე. შეიძლება მე მათემატიკაში არ ვიყავი ძლიერი. არა, შემდგომში ამოვიღოთ თუ სადმე არის ხარ. გადავავლო ამას ცივი წყალი? ჩვენ როგორში და არა, მე უნდა გადავავლო. კი, აბა. გავაშვოთ ეს. ეხა გავაშვო. გავაპრიალოთ. უფ, რა ლამაზია დედა. დედაო, აი, სანამ მონასტერში პასკა გამოცხება, რამე განსაკუთრებული რიტუალები გაქვთ, ლოცვები გაქვთ, აი, როგორ ემზადებით გამოსაცხობად? ძირითადად უფრო ხშირად ვიწყებთ პასკის მზადებას, იმიტომ რომ მაინც დრო სჭირდება ამის მოზელვა, მერე ამოსვლა. წინასწარ ჯერ სანელებლებს ვამზადებთ, ვაყენებთ 3 დღით ადრე ვიწყებ ამის დაყენებას და შემდეგ უკვე მოზელვას ვიწყებთ 4 შაბათ დღეს. მარტო თქვენ ხართ ჩართული ამ ამბავში თუ სხვაებიც? ძირითადად უფრო მარტო მირჩევნია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა უფრო კომფორტულად. ხო, ამბობენ სხვათა შორის რომ სიჩუმეში უნდა გამო. სიმყუდროვეში მირჩევნია მე. გაქვთ რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი? რას უმატებთ? სუნელები, თუ საკმაზი არის გარკვეული, ხო, პასკისთვის განსაკუთრებული. განსაკუთრებული რეცეპტი, რა ვიცი, ხა ზოგადად ეს ბავშვობიდან დედასთან ერთად რო ვაცხობდით ხოლმე, იმ რეცეპტით ვაცხობ ეხლაც მონასტერშიც. და ხა ვუკეთებ მე საერთოდ ძალიან მიყვარს სანელებლები, მუსკატი, ილი, იმბირი, დარიჩინი, მიხაკი, ლიმონი. რამდენი ხანი გაძლევს დედაო მონასტერში, რამდენი ხანი ინახავთ? საკმაოდ დიდ ხანს გვაქვს ხოლმე, თუ რა თქმა უნდა მალე ცოტა თუ დავაცხეთ, მალევე თავდება, მაგრამ ისე შენახოთ დიდ ხანს ინახება. შენახვის რაიმე გარკვეული წესია, როგორ უნდა შეინახო პასკა, თქვა. არა, სხვათა შორის აი ცელოფნებში ვდებთ უბრალოდ მერე და ასე გვაქვს ხოლმე, ნუ გრილადგილას ოღონდ. გრილადგილას. ან და ვიცი როგორც ჩვეულებრივ ქვაფში შეიძლება დახურვის უბრალოდ ცელოფანში იმიტოდებ, რომ არ გამოშრეს. არ გამოშრეს. სინოტივე რო. სხვათა შორის მე 2 სართულიანი პასკებით მომწონს ძალიან, აი ასე. კარგი კი, სხვათა შორის ფიროსმანი ასეთ 2 სართულ მაღალ პასკებს ხატავს თავის ნამუშევრებში. ხო. ეთყობა მაშინ ცხებოდა. ხო, ეთყობა, აი იცი, ფიროსმანის რო დააკვირდები, აი აღდგომა, რამდენი აღდგომა აქვს, ხო? ფიროსმანს დახატული, მიხვდები, რომ სადაც პასკა სულ მაღალია ხოლმე დიდი ჯვრებით. ქრისტე აღდგა დედაო. ჭეშმარიტად აღდგა მრავალს დაესწრეთ. მრავალს დაესწრეთ.
ესენი არის კელაპტარი, ხო? ორივე კელაპტარი. და არის ხელით გაკეთებული. დიახ. ხელით ხდება აი ესეთი კელაპტრების გაკეთება და პატარა სანთლებზე როგორ ის ხო ყველას ხო ხელით ვერ გააკეთებ? არა, ყველას ხელით ვერ გავაკეთებ. ის არის ჩამოსასხმელი. ანუ არის ყალიბი, რომლითაც ჩავდებთ ეს არის მე მგონი ხო ეს ყალიბი. ეს ყალიბი დიდია, მაგრამ მეორე აი პატარა სანთლებისთვის ის კიდე სხვანაირი ყალიბია. რომელსაც ვდებთ თვითონ სანთელში, ანუ გამდნარ სანთელში. მასთან მე ამოვიდა. მე ისიც ვიცი რომ თვითონ აი როდესაც ეს წვრილი სანთლები აი ხშირად ტაძარში რო დადიხარ ნახევარი იწვის მე იმას იკრიფება ის და გროვდება და აი გადამუშავება თუ ხდება ამ სანთლების კი როგორ არა ხდება ამისი გადამუშავება და ხელმეორედ დედა ევგენია მაინტერესებს აი ბევრ მარიცის თქვა რატო ეძახიან თაფლის სანთელს ზოგს გონია რომ შიგდით თაფლს შეიცავს ეს სანთელი რატო ხდება რა შემადგენლობა აქვს ფიჭაში თვითონ ფუტკარი აკეთებს თაფლს და ამიტომ ეძახიან თაფლის სანთელს და იმიტომ აქვს რაღაც განსაკუთრებული სურნელი წვის დროსაც საოცარი სურნელია აი ეს მაინტერესებს ეს რო გვაჩვენოთ აი როგორ ხდება ამის ამ ყალიბში ეს ხო აი ეს ნაიმის მოგეხმარებით ამას მოსვისა მოხსნი აი მოხსნი აჰა ესეთია ხო აი ისიც არის ხო მოსახსნელი მე მგონი ყველა უნდა მოიხსნას ოთხივე მხარეს და მოიხსნას და კი ბატონო აი მოხსენი და ეხა გავხსნათ მაინტერესებს ყალიბში როგორი სანთლები ესეთი სანთლები ეს არის ხელით გაკეთებული რომ შეხედავ რა თქმა უნდა განსხვავება არის ამაში ხო ესეთი თვალითაც მიხვდები რომ ესეთია ესენი დიდი კელაპტრებია რა თქმა უნდა აღდგომაზე ამას წირვა ლოცვაზე ხმაგზავნით ხოლმე ამას ტრაპეზზე ანთებს ხოლმე მამაო და მთელი ლიტურგიის მანძილზე ეს ხო ეს მიმდინარეობს ხო ძალიან კარგია და ამითი ჩაისხმევა ამითი ჩაისხმევა დიახ აქ გამდნარი სანთელია და შემდგომ გამდნარი სანთელი ისხება ხო მე მინახავს კიდე ძალიან დიდი სანთლები რო არის ხოლმე კი ისინიც სახურების დროს აი თვითონ გამდნარი სანთლით კი ხო აი იმ გადამუშავებული ალბათ იყენებთ ხო იმას კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა დედა ევგენია მრავალს დაესწარი მრავალ აღდგომას თქვენთან ერთად ქრისტე ალსკა ჭეშმარიტად სრულიად საქართველოს მიულოცავ წმინვალი აღდგომის დღესასწაულს და ყველას ჩვენს გულებში აღმდგარი იყოს ქრისტე მაცხოვარი. ყველას გილოცავთ აღდგომის წმინვალი დღესასწაულს, ყველას მშვიდობას და ბედნიერებას და ქრისტეს მიერ მშვიდობას გისურვებთ და სიყვარულს. ღმერთმა ყველას მოგმართოთ აღდგომა სიხარულისა. ქრისტე აღსდგა. პირველ რიგში ვისურვებდით ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ერთიანობას. არის რაღაცა ჩვენ ცხოვრებაში ერთი რომ ნამდვილად შესაძლებელი და გამოსასწორებელი არის და უფლის მადლით აი ამ დღესასწაულის მადლით ალბათ ყველაფერი კარგად შეიძლება. მშვიდობა იყოს, სიხარული იყოს, სიყვარული ერთმანეთის თანადგომა გატანა და ქრისტეს მიერი სიყვარული შეგვაძლებინოს უფალმა. გილოცავთ ყველას ქრისტეს წმინვალი აღდგომას, სიხარული, ბედნიერება და ჯანმრთელობა ქონდეს ყველას. მეც ყველას ულოცავ და პირველ რიგში ყველა მართლმადიდებელს ულოცავ, იმიტომ რომ აი მართლმადიდებლისთვის რაღაცა სხვანაირი სიხარულია, იმიტომ რომ მართლმადიდებელზე სხვა მადლი გადმოდის, სხვა სიხარული გადმოდის, თუმცა ყველა ადამიანზე გადმოდის, მაგრამ აი მაინც და განსაკუთრებით მონაზვნები სხვანაირად გრძნობენ კიდე ამ სიხარულს და რა თქმა უნდა ერის ადამიანებიც ჩვენ ბოლო კვირებში ძალიან ბევრი ეპისკოპოსის დაწყობა გვიწევს და რაღაცა სიხარული მაქვს ხოლმე რომ ესე იგი რამდენი ადამიანი დადის ტაძარში რომ ზოგჯერ ვერ წავდივართ იმდნის ეპისკოპოსი ცხება და რაღაცა სიხარული შემოაქვს ხოლმე და აი მე უსურვებდი ყველას ულოცავ და უსურვებდი რომ აი დღითი დღეს მრევლი გამრავლებული იყოს კიდევ და უფრო მეცეზე იმოს ეს წმინვალი დღესასწაული ყოველ წელს მონასტრებში ტევა აღარ ყოფილიყოს ხო ჩვენც მონასტრიდან დავემშვიდობოთ მაყურებელს აი ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ მრავალი აღდგომა გაგითენდეთ თქვენთვის მრევლისთვის ქვეყნისთვის და თქვენი ლოცვები მოდიოდეს ჩვენამდე თქვენც მრავალს დაესწარით და ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად მეც გილოცავ მთელი გულით და სულით რა თქმა უნდა პირველ რიგში მართლმადიდებელს ულოცავ ამ წმინვალე დღესასწაულს მრავალს დაესწარით